ქართულ სუფრაზე და სადღეგრძელოებზე მქონდა ამასინათ საუბარი ჩემ უფროს მეგობართან ისტორიკოსთან ლევან ახვლედიანთან, ყველა იცნობს თითქმის. მოკითხვა ლევან და ასეთ ისტორიას მიყვება. ავსტრიაში ვარო და ერთ-ერთ სასწავლებლის დირექტორთან ერთად ვისკს ვსკაპუნებო და სადღეგრძელოებსაც ვიძახიო რა. და ერთი სადღეგრძელო თქვი დედმამიშვილებისო და დება ტირილი დაიწყო. რა გატირებს შევეკითხე გამიკვირდაო და ბიჭო 10 წელია ჩემი ძმა არ მინახავსო. ავსტრალიაში არისო და უცბად მომენატრაო და საიდან მოგაფიღდა ეს სადღეგრძელო პირველად გავიგეო რა. რა ასამა ჩვენთან და დავიწყებთო ყველა უნდა მოვიკითხოთო და ისე დავამთავროთ სუფრაო და მე დაიწყო სადღეგრძელოების ჩაწერა როულშიო რა. ასეთი კულტურა გვაქვს ჩემო ახალგაზრდებო ქართველებს და თქვენ კიდე ზოგჯერ დასცინით და აბუჩად იგდებს სადღეგრძელოს. არა და ამ დროს ესე არ არის ქართული სუფრა მართლა აკადემია იყო. აბა ადრესად იყო სასწავლებლები, სკოლა და ასე შემდეგ. სუფრაზე სწავლობდა სულ ყველა. მოქცევის წესს, კულტურას, ისტორიას, ლექსებს, აბა როგორ? ამის მერე განახევდა ალექსანდრე რომ სადღეგრძელოს ისახის 3 წლის რომ არის. Sixty Caroliani, Dada, Apico, Belgico, Pepot, Gatner,